მოგესალმებით. ეს არის პოდკასტი ჩვენ. დღეს ჩემთან ერთად არის პირველი ქართველი მსოფლიო დონის რაგბის ელიტარული არბიტრი ნიკა ამაშუკელი. ნიკა, გამარჯობა. გამარჯობა ქეცი. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხარ დღეს. მადლობა მოწვევისთვის. მინდა ვთქვა, რომ ვისაც ოდნავ მაინც სპორტთან შეხება ჰქონია, მგონია, რომ ნიკა ყველა მიცის, მაგრამ ისეთი ადამიანებისთვის, როგორც მაგალითად მე ვარ, რაგბში საერთოდ ვერ ვერკვევი და ვერ ვერკვეოდი და ნიკა არ ვიცოდი, მინდა რომ ნიკას ამბავს, მისი წარმატების ამბავს შევეხოთ ისე, როგორც რაღაც ემოციურ ამბავს ერთი რიგითი ადამიანის, რომელმაც წარმატების გზაზე ძალიან ბევრი ბარიერი გაარღვია და ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება შინაგანი სიმტკიცე და რთული გადაწყვეტილებები, რომელიც ნიკას პროფესიაში ვფიქრობ, რომ ყველაზე აქტუალური თემებია და ნიკა მგონია, რომ ეს იარაღები ყველა პროფესიის ადამიანს სჭირდება, რომ ჰქონდეს დისციპლინა, შინაგანი სიმტკიცე, ემოციების მართვა უნდა შეგეძლოს, მაგრამ შენს პროფესიაში კიდევ უფრო განსაკუთრებულად. და მგონია, რომ ეს გამომუშავებადია, თანდაყოლილი არ არის. ხო და ეხლა მინდა რომ მივყვეთ ქრონოლოგიურად, როგორც ვიცი, შენ დაიწყე ჯერ თამაშით, რაგბში შეხვედი როგორც მოთამაშე და შემდეგ რადიკალურად შეიცვალა შენი პროფილი. და როგორ მოხდა ეს, რომ მოგვიყვე? მოგესალმებით, მიესალმები შენს მაყურებელს. წარმატებას გისურვებ ამ პოდკასტში და გამოიწერეთ პირველ რიგში ეს არხი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ბევრი სტუმარი გეყოლება მომავალში. რაც შეეხება ზოგადად რო შევეხო რა, სიმტკიცე, შეუპოვრობა, შრომის უნარიანობა, ეს უკვე ფუნდამენტი არის დღევანდელი ადამიანის, რომ 2025 წელი იწურება და რაღაცას მართლა რო გინდა რომ მიაღწიო, ეს იმდენად basic გახდა ეს თვისებები, რომ რაღაცა ამის იქით გჭირდება უკვე რომ ამის დემონსტრირება მოახდინო. კი ახლა ყველა ამბობს რომ შრომის უნარიანობა ეს საჭირო, რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ ამის იქით კიდე რა არსებობს, ლიმიტს იქით რა არსებობს. აი ეს არის ყველაზე საინტერესო რა, ამიტომ შეგვიძლია მე გავშალოთ ეს თემა და უფრო საინტერესო დეტალებს შევეხოთ, ვიდრე აი ზოგადად შრომის უნარიანობა. კი, გასაგებია, ყველა ამბობს მაგას, მაგრამ იმის იქით რა არსებობს, აი ეს არის საინტერესო. რაც შეეხება ჩემს ისტორიას, კი, რაგბით თამაში დავიწყე, ხა პირველ ეგრევე მსაჯად არავინ არ იბადება, ჯერ ყველას თამაში იზიდავს, იმიტომ რომ თამაში რა თქმა უნდა უფრო მიმზიდველია რა. და ეს ნება გამიჩნდა ბავშვობიდან. 10 წლის ვიყავი და მივხვდი რომ ეს იყო ის რაც მინდოდა მთელი ცხოვრება მეკეთებინა, რაც ალბათ იღბლის ნაწილია, რომ მაგას აქში მიხვდები, აკეთო ის რაც გინდა. ეს ძალიან დიდი პრივილეგია და ამას სწორად უნდა გამოყენება და ჩემ და საბედნიეროდ სწორად გამოვიყენე. თამაში დავიწყე, საბურთალოზე იყო რაგბის კლუბი ჯიქი და იქ შევედი, რომელიც გახდა ჩემი მონასტერი, ესე ვთქვათ რა, აი არაფერი არ მაინტერესა. აღარაფერი, ყველანაირი ინტერესი დავკარგე ცხოვრებაში რაგბით გარდა. მე რამის მეგობრები დავკარგე, იმიტომ რომ როგორ ხარ რაგბი, კარგად იყავი რაგბი, სად მიდიხარ რაგბი, საიდან მოდიხარ, ანუ იმდენად გაჭედილი მქონდა რა და ესეთი ნება რო გაქვს, ამის შეზღუდვა არის კრიმინალი. და მივყევი ბოლომდე, რა თქმა უნდა, ფიზიკურად ძალიან სუსტი ვიყავი რა, აი ძალიან სუსტი ვიყავი და ხანდახან ვარჯიშმერც რემლები მომდიოდა, რომ აი ესეთი სუსტი რატოა, როცა აი რაღაცა შევდიოდი, თავს წირავდი ბოჭვას და შეიძლება ვერ ვაკეთებდი და ნერვები მეშლებოდა. და მე ბავშვობ უკვე 14-15-ის რო გავხდი, ვიპარებოდი ხოლმე დარბაზში, მარტო. არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ პატარა 14 წლის ასაკში დარბაზში რო იპარები, შეიძლება რაღაცა დაიზიანო, მაგრამ ისე მინდოდა რომ ჯანზე მოვსულებავე, ვიპარებოდი ხოლმე, ხი. ჟანგები ერქვა ვაკეში დარბაზ, 2 ლარს მისცემდი, საერთოდ არ აინტერესებდა რამდენი წლის იყავი. აი ისეთი საშინელი დარბაზი იყო, მაგრამ იქ აი ვიყავი და ტეტანუსისაც რა გჭირდებოდა, ხო, ყველაფრისაც რა გჭირდებოდა და მანდ ვათენებდი, რომ აი ჯანზე მოვიდე მეთქი და საბოლოო ჯამში რაღაცას მივახციე და ამ თამაშით, ამ შრომით, ამ იმით ნაკრებში კი, ნაკრებებში ვითამაში რა, მაგრამ ეს ყველაფერი ნებისგან მოდის. ნება მერე შობს მიზანს, მიზანი ამართლებს საშუალებას, აი მკითხვას დღემდე ვცდილობ რომ გავცე პასუხი ჭეშმარიტად და სწორად, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდი იქ, სადაც აღმოჩნდი, ნაერონ ნაკრებებში ვითამაში ახალგაზრდულებში და საკმაოდ წარმატებაც იყო. მაგრამ მე როგორც ხდება ტრამვები იყო ცხოვრებაში. განსაკუთრებით თავის რა. ასეთი ვნების შემდეგ როცა აი რაღაცნაირად მიხვედი იმ დონეზე, რომ ასაკობრივ ნაკრებში მოხვდი. და როგორც ვიცი 20 წლის იყავი, როცა მოგიწია, რომ თავი დაგენებებინა ხო თამაშისთვის. როგორი იყო ეს ემოციური ფონი მაშინ, რომ აი თითქოს იმ გზაზე ხარ, რომ რაღაცას აღწევ
და უცბად ეს ტრავმა ჩამოშლის ყველაფერს და რადიკალურად გიცვლის შენს გზას. იცი ტრავმები ყველას აქვს მოქმედ სპორტსმენებს რა, მაგრამ გააჩნია ტრავმებსაც. ჩემ შემთხვევაში რაღაც სპეციფიური თავის ტვინის შერყევებს ვიღებდი რა, რაც ძალიან ცუდია. 20 წლის ასაკში უკვე 5 მძიმე ტვინის შერყევა რო გაქვს, სადღაც, ну, რავი, აყენებ საკითხს რო აი როდემდე აიტანს ორგანიზმი ამდენ ტვინის შერყევას. თან იქ მშობელი ნერვიულობს, ახლა რამოდენიმეჯერ ნახეს რო გამასვენეს სტადიონიდან, გავიღვიძეს ავატყოფოში და გონება დავკარგე, კი, ის მუხლი მოხვდა საფეთქელში, ისე რომ გავითიშე და მე თითებზე დამახტა ორი მოთამაშე და თითები მოვიტეხე რა და ამას რო ხედავს ახლა მშობელი ძალიან რთულია. რა თქმა უნდა. საბოლოო ჯამში რაღაცა ისეთი პერიოდი მქონდა რა, ცოტა აი სადღაც სიცარიელეში რო აღმოჩნდები, რომ აი ისევ დაბრუნდი, ისევ თავიდან ფორმაში უნდა ჩადგე, ისევ რაღაც და კი ვიცოდი რომ მაინც რაგბი რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა უნდა მექნა. ისეთი თავგანწირული დამცველი ვიყავი მოედანზე, რომ თავით ვასკდებოდი ყველას რა და ეგ იყო ალბათ ის რომ შიში არ მქონდა რა, გამეჩერებინა მოთამაშე ტრავმაზე მივდიოდი და ალბათ ეგ იყო მაგის განაპირობებელი. მაგრამ საბოლოო ჯამში აღდგენის პროცესში რო ვიყავი, გადავედი ვცადე მსაჯობაში, ისიც იმიტომ რომ მეთქი ანუ სანამ აღვიდგენ, მოდი წესებს ვისწავლე. და იქნებ გამომადგეს როგორც მოთამაშე, იმიტომ რომ თავიდან ესე უყურებ. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაგბის წესები ძალიან კომპლექსურია და ძალიან რთულია. და ამიტომ მაყურებელს რომელიც ახლოს არ არის რაგბთან, იმას ძალიან უჭირს აღქმა. ის მაყურებელი რომელიც ახლოს არის, ისიც ხშირ შემთხვევაში ვერ იგებს და მოთამაშეებიც ხშირ შემთხვევაში ვერ იგებენ რა ხდება. ამიტომ ამ მხრივ გადავწყვეტე. თან მეგონა რომ რაღაცა ვიცოდი და მე აღმოჩნდა რომ საერთოდ არაფერი არ ვიცი, სხვა სამყარო იყო და იმდენად მოვიხიბლე ამ სხვა სამყაროთი რომ მეთქი რაღაც ახალი კარი გაიყო ჩემ ცხოვრებაში, რთული და კომპლექსური და თან ენა ვიცოდი, ეს ინგლისური ვიცოდი და მიყვარდა ძალიან და საბოლოო ჯამში მივედი და დავრჩი კიდევაც რა და ჩვენს 20 წლამდე მწვრთნელს რო უთხარი ნაკრებისას რომ მეთქი თავს ვანებებ აღარ მოვდიო რომ გაგიჟდა კაცი რა. გათვლები მქონდაო შენს და მსაჯად მიდიხარო და ნუ ჩემთანაც სახლში ახლა მამაჩემს არ ესიამოვნა, იმიტომ რომ ახლა მსაჯი ისეთია რა, მაშინთან ტოლერანტობა ძალიან დაბალი იყო. ცნობილ საბჭოთა კავშირის სიტყვას არ გამოვიყენებ საჯერაც ითქმის ეცოდინება მაყურებელს, მაგრამ ძალიან ის იყო რა, ცუდი შეხედულება იყო მსაჯზე და უცებ ესეთი გადაწყვეტილება რომ ნაკრებიდან მსაჯად ცოტა ისეთი ავანტიურულად ჟღერდა რა, მაგრამ რაღაც აი ძალიან მოვიხიბლე, იმიტომ რომ ჩემთვის მე ყოველთვის მომწონდა ადამიანები ინდივიდუალური შტრიხებით. ეს იქნებოდა თამაში, მოედანზე, მოედნის მიღმა და საჯობა ჩემთვის აღმოჩნდა მთლიანი დემონსტრირება ინდივიდუალიზმის რა და ეთყობა და რეპრეზენტაციას შენი თავისას კარგად ახდენ ამ საქმეში ესე გრძნო. და ეგ ვიგრძენი და მაგიტომ წავედი. გონია რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა საქმეში. რა თქმა უნდა. სხვათა შორის ვფიქრობ, რომ აი რაც უფრო ვეცადე რომ რაღაცნაირად რაგბში გავრკვეულიყავი, იმდენად საინტერესოა და იმდენად რაღაცნაირად აი სხვა მახასიათებლებს აჩენს ადამიანებისას, რომ ცოტა აი ფილოსოფია და სპორტი დავაკავშირე რა. მგონია რომ ძალიან მჭიდრო კავშირია და ადრე-ეგრე არ ვფიქრობდი. და სტოიციზმში როგორც არის ეს შეხედულება, რომ the obstacle is the new way. ანუ თვითონ ეს ბარიერი, რაც შეიძლება რომ ძალიან საშინლად გეჩვენებოდეს იმ მომენტში, შეიძლება იყოს შენი წარმატების საწინდარი და იმ კარის გასაღები, რომელსაც ისე არასდროს არ გამოაღებდი. იყო ეს შენ შემთხვევაში ესე? ეს ეხლაც არის, ყოველ ფეხის ნაბიჯზე არის ეგ. და ამითი უნდა იცხოვრო, ეს პრობლემა იმაშია, რომ დღევანდელი ადამიანები ბარიერს ფიქრობენ როგორც აი მართლა ბარიერს და წინაღობას და რაღაც უსამართლობა დაღიქვა, ესე არ არის. ანუ მთავარი შეცდომა, რასაც ადამიანი დღეს ყველა საქმეში უშვებს, რომ ის უნარები, რაც გააჩნია ადამიანს, მაშინ არ ხდება იმის დემონსტრირება, როცა ბარიერი გაქვს ან ეცემი. შენი უნარების და მენტალობის დემონსტრირება ხდება მაშინ, თუ როგორ გასცემ პასუხს აი ამ დაცემას და ამ ბარიერს. აი მან ხდება და არა ის რომ აი ეცემი. იმიტომ რომ იციან ყველა სტრუქტურის ხელმძღვანელებმა, მენეჯმენტმა რომ დაცემა სადღაც მოვა. ხო. დაგიცდება ფეხი ადამიანი ხარ, რობოტი არ ხარ. ფაქტორებია, წნეხია, ფიზიკური დაღლა, ყველა ძალიან ბევრი რაღაცა ჰაი პერფორმანსში. ამიტომ ის უნარები, რითაც შენ გონია რომ იცდება იქ რომ აი მე დავეცი ახლა და ჩემი უნარები აღარ ფასობს, ეგ სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად შენი უნარები ფასობს, აი ამ დაცემას როგორ პასუხს ცემ, ან როგორ ბრუნდები.
ამიტომ რაგბიში და ზოგადად სპორტში და მაღალ პერფორმანსის გარემოში ეს ძალიან რელევანტურია რა. იმიტომ რომ ყოველ არის ეს ხმარობენ რა ინგლისელები highs and lows, ანუ მაღალი საფეხურები, დაბალი ეტაპები რა, რომ აი რა სწავლობ, როცა მაღლა ხარ და როგორ პასუხობ, როცა დაბლა ხარ რა. ამიტომ რაგბი და საჯობა განსაკუთრებით ამის ჩათვალეს სულ ამ გარემოში ხარ რა და აი ეს შეუპოვრობა და ის მანდ გჭირდება რომ როგორ პასუხობ ნებისმიერ სიტუაციას რა და იმ საჯობებს სწორედ მაგაში დამეხმარა. თვითონ რაც შეეხება ჰარი პოტერი ყველამ ვიცით და ყოველთვის ვადარებ, აი ჰარი პოტერში არის ეგეთი სცენა პირველში და წიგნშიც კარგად არის აღწერილი, აი ჰარი და რონი თამაშობენ ჭადრაკს. და ეს ჭადრაკის ფიგურები არიან ცოცხლები და ერთმანეთს ლეწავენ, როცა ბრძანებას მიიღებენ, ხო, შესაბამისად, ანუ ჭადრაკი რამდენად ჭკვიანი სპორტია. და აი ეს ძალადობა, რაც ჭადრაკის დაფაზე არის, აი ეგ არის რაგბი ზუსტად რა, სიჭკვიანე და ფიზიკური ძალადობა. ძალიან ცუდია, რომ დღემდე გავრცელებულია რაგბზე ისეთი შეხედულება, რომ რაღაცა ზედახორა სპორტი არის. აი იმდენად შორს არის მაგისგან და ისეთი ტაქტიკური და ისეთი სტრატეგიული და ინტელექტუალური სპორტია. პირველი მორაგბეს რო კითხვა, აი ქუჩაში გააჩერო მაყურებელი და უთხრა რომ მორაგბეს რა ჭირდება? გეტყვის რომ ძალა. არა, პირველი ჭირდება გამჭრიახობა, აზროვნება, ნებისმიერ პოზიციაზე რა. ეს თუ არ გაგაჩნია, ის ძალა ტყუილი არის. აბსოლუტურად სტატიკური ხდება შენი ძალა და განეიტრალებადი რა. კომბინაცია არის აუცილებელი. ჩვენ მაგალითზე რო გითხრა, ელიტარულ რაგბში როდესაც საჯობთ თვიქენჰემზე მაგალითად 93,000 ამოსული და იცი რომ სადღაც 10 მილიონი უყურებს. ამ დროს გადაწყვეტილებებზე რეაგირების რეალური დრო გაქვს 0.5 წამი. 0.5 წამში შენ 10 სავარაუდო გაგრძელება მოუნა 10 სავარაუდო გაგრძელებიდან მოაირჩიო ოპტიმალური. ეს ძალიან რთულია. და ამიტომ საჯობა მაღალ დონეზე ეს რთული. იგივე არის მოთამაშეც. ნახეთ, აი ძალიან პატარა დრო აქვს რეაგირებისთვის და high performance მოთამაშეები ამას აკეთებენ აი სასწაულად. იმიტომ მე მაყურებელისთვის თამაში ჩანს აი სწრაფი, კარგი და სასიამოვნო. მიხვდი, აი მაგიტო რომ გადაწყვეტილებების მიღება ხდება ძალიან სწრაფად რა. ამას ჭირდება უდიდესი ინტელექტუალური სიღრმე. აი ესე რომ მოთამაშე იყოს მარტო მაგარი დარბაში, აი ვერი ცოცხლებს მოედანზე მოკლავენ უბრალოდ. იმიტომ რომ ყველანაირი ძალა ფიზიკური განეიტრალებადია და მაგის ყველანაირი მექანიზმი არსებობს რა. ანუ და იგივეა, ძალა სწორად თუ არ მიმართე ინტელექტუალურად, ხო, ეს ძალა რჩება რაღაცა უხეში უდრეკი ძალა, რომელიც ისევ შენ წინააღმდეგ გამოიყენება და აი კიდო არის მაგის მიმდინარეობა, ბრძოლის მაგის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, რომ ძალას იყენებენ შენ წინააღმდეგ თუ სწორად არ მიმართე რა. ამიტომ რაგბიც ეგ არის რა. მაგრამ განსხვავება და სირთულე ისა, რომ 15 კაცმა მოედანზე უნდა იმოქმედოს კომპლექსურად როგორც ერთმა ორგანიზმმა. ეს კიდე სხვა სირთულე არის, რაშიც ცოტა ჩვენ ქართველებს გენეტიკურად გვიჭირს არა მარტო რაგბიში, არა, ყველა სპორტში. ყველა გუნდურ სპორტში ჩვენი ერთი მექანიზმად ყოფნა ძალიან გვიჭირს, როცა მოდის წნეხი, როცა მოდის დაღლა და იმატებს ჩვენი ემოცია. ასევე არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ როგორც შენ აღნიშნე, დასაწყისში რაგბი არის ძალიან ემოციურად სტაბილური ადამიანების სათამაშო, იმიტომ რომ იმდენად რთულია და იმდენად კომპლექსური, ემოცია თუ გადაგიცდა და როგორც ინგლისელები და ამბობენ რა, წითელ ზონაში აღმოჩნდი ემოციურად, ჩათვალე დაამთავრე. ხო. იმდენ შეცდომას დაუშვებ, რომ გუნდს დააღალატებ რა. ამიტომ ამ ხრივ ძალიან ბევრი რაღაც მოგეთხოვება და რესურსი გჭირდება რაღაცა უკიდეგანოდ დიდი, რომ რაგბიან ითამაშო ან იმსაჯო რა, მაღალ დონეზე. შენ გახსოვს შენი პირველი თამაში, რომელზეც იმსაჯე? რა თქმა უნდა. მოგვიყევი. ემოციური 10 წლის ბავშვები თამაშობდნენ და რა თქმა უნდა ახალი მისული ვიყავი. რთულია ბავშვებთან რო გიწევს განსჯა ეგრე. ხო, ახალი მისული რო ხარ და რო არ იცი სად დადგე, რა დასტვინო, რას უყურო, როდის მოტრიალდე, თამაშს საიდან გაყვე და მოთამაშის პოზიციებს ვიხებდი. იმდენად მიჩვეული სანამ ხო, მიჩვეული ვიყავი და დავდებდი ამ ბავშვებს ბოლოს ყვირილზე გადავედი, რომ მეთქი გაჩერდით ბავშვებო, ვერ ხედავ ვერაფერს. ეგ საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ თამაში ვერ ვიმსაჯე, ბავშვები უკმაყოფილოები იყვნენ, მშობლებმა მაგინეს და ასე შემდეგ და მე გამოვედი და ბოდიში მოვუხადე მშობლებს, რომ აუქნე. ჩემი პირველი მატჩია და ვერ სათანადოდ ვერ იმას ვქენია. ჩემი შვილი რომ დაჩაგრე, მაგას რა შეაინტერესებს პირველი მან მივხვდი სად გავყავი თავი რა, ეგეთი პასუხი რომ მივიღე და საბოლოოდ მან დამეხილა რაღაც ზონეზე თვალები, რომ მეთქი ძალიან რთულ საქმეში ვარ, მეთქი შემოსული. ხო, რაღაცა, იმიტომ რომ მშობლების ნებათ აღელვა რომ ნახე, მე წარმოვიდგინე რომ დიდ თამაშზე რამდენი მაყურებელი ღელავს ესე მსაჯის გადაწყვეტილებებზე. მაგრამ მაგან მიმიზიდა ძალიან, რომ აი თქი რთულია
და ეს რაღაც ინდივიდუალურად უნდა შევეწყო. ისე ის ბალანსი სად უნდა დაიჭირო, რომ აი თან ემპათიური იყო, მაგრამ თან კაცრი იყო. რაღაცნაირად ხომ მაინც ადამიანური მომენტი მგონია, რომ აი როგორც არ უნდა მომზადებული იყო და მტკიცედ იყო, მაინც გაქვს ის მომენტი, რომ შეიძლება შეგეცოდოს, მით უმეტეს ბავშვებთან რომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ საერთოდ ახლა პასუხისგებლობა აქვს. თამაშზე ბევრი მექანიზმი, რომელიც არის უსაფრთხოება, რაღაცა ტემპი, სწორი განშა მომენტების და ყველა თავის საქმეს აკეთებს საბოლოო ჯამში მოედანზე რა. ამიტომ ეს შეცოდება და ესეთი თვისებები ახლა ხშირად მეკითხებოდნენ, რომ აი შენი საყვარელი კლუბის სამსაჯოთ რო გახვედი, რა გზნობა გქონდა, დაშიდი, აი გავედი კიდევაც პირველად რომ ვიმსაჯე პროფესიონალურად მაღალ დონეზე. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი კლუბი, რომელსაც გულშემატკივრობდი ბავშვობიდან, ის ვიმსაჯე და აი სამი ყვითელი ბარათი მივეცი და აი საერთოდ გაქრა ეგ მომენტი და იგივე არის ქართველები რო თამაშობენ საფრანგეთში და მე მსაჯობ. მე ვარ მსაჯი და ერთმანეთის წინააღმდეგ რო თამაშობენ ქართველები რა. მაგათანაც არ მაქვს ის მომენტი, რომ უნდა დავინდო ახლა ქართველია და რაღაცა რა, ანუ არა. ალბათ ესეც გამომუშავება. რა თქმა უნდა, ანუ იმდენად ჩართული ხარ შენ საქმეში მოედანზე, თუ არ იქნები, იქ შენი ადგილი არ არის, ხო? რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი იფარება, ეს ობიექტური რაღაცა მიდგომები და ესა ყველა თავის გადარჩენაზეა რა მოედანზე. ხო, საყვარელი კლუბი რო ახსენე, ახლა წარმოვიდგინე, რომ აი ბავშვობიდან რო ყავს ვიღაც კუმირი რა, სპორტსმენი, მით უმეტეს როცა რაგბში ესეთი ჩართული იყავი ბავშვობიდან. გქონია ეგეთი მომენტი, რომ აი საუკეთესო მოთამაშე შენთვის ვინც ყოფილა, ის განგისჯია და იმას რომ უნდა აუწიო ყვითელი წითელი ბარათი. ძალიან ბევრჯერ და როგორც ვამბობ, აი წლები რო გავიდა დაიკლო, ამან და უფრო პროფესიონალებში გადავედი და საბოლოო ჯამში ამ მოთამაშეებთან ვისაც აი ბავშვობიდან ვარსკვლავები იყვნენ, ეხლა მეგობრული ურთიერთობა მაქვს, იმიტომ რომ თამაშს მე ხშირად ან ლუდი ერთად დაგვილევია რაღაცა მესამე ტაიმზე რა და თავიდან იყო ეგ მომენტი და ერთი მომენტი იყო, არც არ მithქვამს სხვათა შორის ილანდია, იაპონია ვიმსაჯე, ჩემი მეორე ტიერ-1-ის თამაში იყო რა, ნოემბრის ტესტებზე ძალიან პატარა ვიყავი და ჯონი სექსტონი თამაშობდა. ჯონი სექსტონი ცნობილი ლეგენდარული ილანდის 10 ნომერი იყო, რომელიც მომავალ მე100 კეპი მოიხოჭა მაგ თამაშზე რა და თამაშს ვერ სელფი გადავიღე, რაც რეგლამენტით აკრძალულია რა, მოთამაშეთან სელფი გადაღება არ შეიძლება და მე ეს სელფი დავდე თან სტორიზე რა და მე მოყვარა. დამირეკეს ეგრევე, რომ აიღე და მეორჯერ ეგეთი რაღაც აღარ ქნაო და მეთქი კაი. გააკეთე მე ეგრე? რა თქმა უნდა, ახლა ნუ მე აღარ გადაგიგია. არა, მე აღარ გადამიგია, მაგრამ ხო, მე წლები გავიდა და ნუ არა, საბოლოო ჯამში ეს კუმირები გახდნენ რაღაცა ის მოთამაშეები, რომელსაც რეგულარულად ვსაჯობ რა. ამიტომ და გაქრა ეს რაღაცა. რა თქმა უნდა გაქრა კი. ეხლა სელფებით აღარ დავდევ არავის, იმაში ძალიან პატარა ვიყავი. მე რაღაცნაირად ხვდები, რომ აი ადრე თუ განდიდებული ყავდა ეს ადამიანი და ცაში გეგონა, ის ჩვეულებრივი ადამიანია. ყველანი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, უბრალოდ ჩვენ საქმეს ვცდილობთ რომ ვაკეთოთ კარგად და რაღაცა თვისებებს ფლობთ, რითაც ჩვენ საქმეს ვაკეთებთ კარგად. ხო, ისე ახლა გამახსენდა ევროპაზე რო გავედით ფეხბურთს, მაშინ დავიწყე ფეხბურთის გულშემატკივრობა და იმის შემდეგ უყურებ აქტიურად და რომ ამბობენ ხოლმე რომ აი მსაჯი დღეს ჩვენ მხარეს იყო. არა დღეს ჩვენ მხარეს არ არის ეს მსაჯი. ხარეს რო თვლიან ხოლმე რომ არ არის ხო. რაგბიშიც ეგრე არის, წაგებული შენ წინააღმდეგ არის მოგებული, კარგ შემთხვევაში შენზე არ ლაპარაკობს. ყველაზე კარგი ვარიანტია, როცა თამაში მორჩება და ყველა საუბრობს რა კარგი თამაში იყო და მსაჯს არ ახსენებს. ყველაზე დიდი ჯილდო ეგა, რაც ცოტა უსამართლო ჭირს, იმიტომ რომ იმხელა ფუნდამენტურ შრომას დებს ამაში მსაჯი, რომ ჯილდოთ რო იღებს იმას, რომ არავინ არ გაგინებს მინიმუმ, ეს ცოტა უსამართლო მე შეს გიჩდება რაღაცა დრო რო გადის, რომ მეც ხო ბევრი ვიშრომე, რომ ეს თამაში კარგი გამოსული იყო. და რა მადლობა უნდა ვთქვა, რომ არავინ არ მაგინებს, მაგრამ რეალობა ესაა. რეალობა ეგ არის, რომ შენი საქმე არის, რომ თამაში მოემსახურო, თამაში შედგეს, ხალხმა ისიამოვნოს და დავიშალოს. მაგრამ ნუ ხშირ მომენტებში და დღეს მით უმეტეს რაგბი ძალიან რთულია და იმდენად ინტერპრეტირებადი არის ბევრი მომენტი, რომ წაგებული გუნდი და მაყურებელი რა თქმა უნდა ხშირად შენ წინააღმდეგ არის და მოგებული როგორც ამბობს ჩვენკენ იყოს ამბობს, წაგებული იმათკენ იყოს ამბობს და რეალურად არავის ხარეს მსაჯი არ არის. რეალურად ყველა გადაწყვეტილებები რო აიღო, ხო? 50-50-ზე იქნება სარგებლიანობა სხვა მსაჯის შესწომის მიერ გუნდებთან რა. ამიტომ ესე არ არის რა. პროფესიონალური გარემო არის. მსაჯები ძალიან დიდ შრომას დებენ. ესე არ არის რომ თამაშზე მიხვიდე 80 წუთი იმ მსაჯო წამოხვიდე. ეს არის მთელი კვირა ანალიზია, ვარჯიშია, შენს გვერდით მსაჯებს, ვიდეო მსაჯს, ეს საუბრები როგორ გინდა კომუნიკაცია შედგეს ამ მომენტში რას უნდა ველოდოთ და ასე შემდეგ. აი უკიდეგანო სამსახური არის რა. ამაში იმხელა მოცულობა არის ამ სამსახურის, რომ ამაზე საუბარი 5 პოდკასტი არ გვეყოფა, რომ თქვა რა ამხელა შრომა იდება თითო თამაში, მაგრამ რეალობა ეს არის.
და ამან რაღაცა პერიოდში რაღაცა ცხოვრების ის მომენტი გამიჩინა, რომ აი რაღაცა დაუფასებლობის შეგრძნება გამიჩინა, იმიტომ რომ მარტო ნეგატივს იღებ. ანუ როცა დადებითი საკეთებ მართლა ან არაფერს არ იღებ ისეც, ერთი ხუთი კაცი მენეჯმენტიდან გეტყვი სოფლიო რაგბის რომ კი კაი ნამსაჯი იყო და მან მთავრდება, მაგრამ თუ რამე ისე არ წავიდა თამაშზე, აი იმხელა ნეგატივს იღებ, რომ რაღაცა ჭრილობები გრჩება ცხოვრებაში რა. და ამ ჭრილობებთან ერთად გიწევს ცხოვრება. რამდენად გცვლის, აი იმაზე მივდივარ, რომ აი ამ დაცემას და ამას რამდენად პასუხობ შენზეა. მაგრამ თუ შეგცვალა და რაღაცა შენი თავი დაგაკარგინა, ესე იგი შენი ადგილი მე მგონი მან შეიძლება არ იყოს. იმიტომ რომ მან გჭირდება ზუსტად სიძლიერე, აი ნამდვილი გამოცდა შენი მაინდსეტი, შენი მენტალობის მანდარი, რომ აი ჭრილობას როგორ იხორცებ და როგორ მიდიხარ წინ. ბევრი მსაჯი ყოფილა, რომ რაღაც დონემდე მისულა და მოთამაშე რა მიუღია ეს ტრაუმები, ჭრილობები, მაგას ვერ გაექცევი შანსია, ძალიან დაუნდობელია დღეს სოფლიო რა, ყველაფერი სოციალურ ქსელშია, ყველაფერი ირჩევა, ყველაფერი დეტალები, ყველაფერი იქ არის და აქედან მოდის მერე ჰეითი და ბულინგი რა. ამ ჭრილობას როგორ პასუხობ? აი აქ ეს არის ნამდვილი გამოცდა. თორემ მოედანზე თუ ფეხი დაგიცდა, ეგ ნამდვილი გამოცდა არ არის, იმიტომ რომ იქ ადამიანური მომენტები ერთვება. აქ უკვე შენი პირადი ერთვება, რომ აი აქ ამას როგორ უპასუხებ და წინ როგორ წახვალ. ამიტომ აი ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა ადამიანმა, ვისაც უნდა რომ მაღლა და მაღლა ავიდეს, რომ ნამდვილი გამოცდა უნარების ხდება სარკის წინ, სახლში. რო ადგები და იტყვი რომ ეს ჭრილობა მოვიშორე, მზად ვარ წინ წავიდე, ვიდრე რომ ღმერთო რა უსამართლობაა რომ ეს ჭრილობა გამიჩნდა. აი ესაა ფუნდამენტური განსხვავება. ეს აშკარად ძალიან ბნელი მხარე არის მსაჯობის. შენ ნათქვამი გაქვს ერთ-ერთ ინტერვიუში წაკითხული მაქვს, რომ ყველაზე კარგი კომპლიმენტი მსაჯისთვის არის, როდესაც შენზე არაფერს არ ამბობენ თუ კარგი პერფორმანსი გქონდა და რეალურად ამ ხელა შრომა გაქვს ჩადებული. არ გქონია ამის გამო რაღაც ისეთი მომენტი, რომ მე მგონი ამად არ მიღირს. კი, როგორ არ და მქონია? მინდა რომ დავანებო თავი. კი, მქონია, ხშირად მქონია, რომ აი ნუ რომ მიუდგეთ რა ესე ადამიანურად სწორიც არის. კანონზომიერია რომ მოთამაშეები უყვართ ხო რა, რა მაგარი ბოჭვა გააკეთა, რა მაგარი ლელო გაიტანა, რა მაგარი იპონი, რა მაგარი გოლი შეაგდო, რა მაგარი ბურთი მოიგერი, ეგრე არის სპორტი. რა მაგარი წითელი ბარათი მისცა, ეხლა როდის გაუგია ეგეთი რაღაც. რა იმ წითელის უკან რამ ხელა შრომადებს, რომ იქ ემოციურად ძალიან ნეიტრალური ხარ, შენ საქმეს აკეთებს სწორად. აი ეხლა ორი კვირის მქონდა, უკან მქონდა როგორი მომენტი, იცი? აი რაგბის მაყურებელს ეცოდინება რა ზუსტად. საფრანგეთში მსაჯობდით, საფრანგეთის სამხრეთ აფრიკაში, რომელიც აი დეკადის ერთ-ერთი ყველაზე ანტისიპირებული თამაში იყო. აი მოლოდინი ამ თამაშის მიმართ იყო ლიმიტს იქით. ისეთი დაწნეხილი და მედიის მიერ ისეთი სპეკულირებადი თამაში იყო რა და პირველ ტაიმის ბოლოს მქონდა ძალიან რთული მომენტი, რომ წითელი ბარათი მივეცით, სრული წითელი ბარათი მივეცით სამხრეთ აფრიკას და იყოს სწორი გადაწყვეტილება. აი მართლა სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ იმხელა ნეგატივი მივიღეთ და ეს ნეგატივი რა თქმა უნდა წამში ბულინგში გადაიზარდა და დღემდე რაღაც მესიჯები მომდის რომ ერთმა ყველა დაიფროს კიბო დაგემართოს ნეტა ეგ წითელი ბარათი რომ მიეცი ნეტა ის თითფრინავი ჩამოგივარდეს. წყელა იქაც ხო, წყელა იქ წოდნიათ, მე მეგონა ჩვენთან იწოდნენ წყელა იქ წოდნიათ 9 სართულიანი კი არა, რავით 18. ხო. ისეთი წყლები მაქვს მოსმენილი ჩემს კარიერაში, რომ მეთქი ჩვენთან თურმე მოფერება. ხშირად გემუქრებიან, ხო? რა თქმა უნდა, ყელს გამოგჭრით აეროპორტში და აკვდებით, გადაგიწვავთ ოჯახს და რავი, რა არა, ნუ მირისი გამკეთებელია ახლა მაგათ ვის რა უნდა დააკლნ, მაგრამ როდესაც ეს ხდება და თან ამ ყველაფერს რო აანალიზებ, რომ ხო სწორი გადაწყვეტილება ეს ხო მართლა წითელი ბარათი იყო. მიხდი, მაგრამ რეალობა ეგაა, რა დღეს ადამიანის სოციალურმა ქსელმა აქცია ყველა გმირი და ყველა მაგრამ აი როგორ ის პოლიგონად იქცა ხო ყველა მაგარია, ყველა რაღაც ეს. რეალურად ხო არ არის ესეა რა, მაგრამ ამის შეგუებას რო ჭირდება. თავიდან პატარა რო ვიყავი და ელიტაში შევედი და 26-ის ვიყავი და ძალიან პატარა ეგ ელიტისთვის და გამოვედი და მეინსტრიმში რო ჩემ თავს ხედავდი ყველა სოციალურ ქსელში რო ჩემი სურათი იყო რაღაც საშინელი კლიკბეითის სათაურით და 1500 კომენტარი რო აქვევიდარი რო იცი რომ არ უნდა გახსნა თორე ალბათ რა ამასთან შეგუება ცოტა რთულია. ამას ნახულობენ შენი ახლობლები, რა ოჯახის წევრები, რამდენიმეჯერ დაურეკავთ და ხო კარგად ხარ და ამ დროს აი მე მაგარ ნაბახუსებზე რო ვარ და არც რო ვიცი რა ხდება და ამ დროს აი სოციალურ ქსელში სტორმია. და დაურეკავთ რა ხო ნიკუშ ხო კარგად ხარ და რატომ მირეკავ რავი მოკვდა ვინმე ღმერთმა დაიფაროს ყველა ისე. არა რაღაცა ვნახეთ და მართლა და მეც მინახავს და რაღაცა
მილიონზე რო არის ასული და აი ჩემი ლანძღვა რომ ამის შეგუებას რო ჭირდება მართლა და მენტალური სიძლიერე, სულიერი სიძლიერე. მარტო მენტალური არა. უნდა გვახსოვდეს რომ არსებობს მენტალური სიძლიერე, სულიერი სიძლიერე. დღეს ყველა ფსიქოლოგი უმეტესად რომ მიხვიდა იტყებს რომ აი თქვენი მენტალური მდგომარეობა თქვენი არა. სულიერი მდგომარეობა განსაზღვრავს ფიზიკურ და მენტალურ სიძლიერეს. ამიტომ სული ეს რელიგიასთან არ უნდა მივიდეთ რა, ესე არ უნდა აღვიქვათ და აი ახსარება და თუ ადამიანი მორწმუნეა ეს გასაგებია, მაგრამ სული აქვს სხვა რაღაცაში მდგომარეობს. სული ძალიან ცელი თემაა. სხვა სულს გულის. სხვა სულს გულის, რომელიც ის რაც შენ გინდა, რისთვისაც ხარ ამ ქვეყანაზე, ხო მოსული. ეს თუ მტკიცეა, საბოლოო ჯამში ყველაფერი მტკიცე ხდება. იმიტომ რომ მენტალური მდგომარეობა ყოველთვის არის მატყუარა მდგომარეობა. ტვინი იმისთვისაა, რომ პირიქით სტრესი, დეპრესია, სიცარიელე, დაღლა აქ კიდოს და ამას უპირისპირებს შენ სულიერ მდგომარეობას. გქონია მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები? იცი, ესე გამოკვეთილად არა, მაგრამ აი ზღვარზე ყოფილვარ რა, რომ აი ერთი კვირა, მეორე ვიკენდი, მესამე ვიკენდი, მეოთხე მიმიბია და უკვე აი ლიმიტს იქით გადის ეს ენერგია და ნეგატივი რაღაცა მაღალი დონის თამაში და ყოფილვარ ზღვარზე რომ აი აეროპორტში გამიღვიძია და აი სად ვარ, რომელ ფრენაზე უნდა გადავიჯდეს, სად მივდივარ. აი რაღაცა ეგ მომენტი მქონია რა, იმიტომ რომ რასაც ვერ ხედავს მაყურებელი ეგ არის რომ მაყურებელი ხედავს მარტო რომ გამოდიხარ იქ მოედანზე, სტვენ რაღაცებს მიიდიხარ. ვერ ხედავს რომ ფრენი სიტყვაზე ერთი დღე ზელანდიაში ხარ, მე ავსტრალიაში ხარ, მე ლონდონში ხარ, დროის ცვალებადობა, ფიზიკური შრომა გიწევს, ტესტირებებს აბარებ, აკლიმატიზაცია არის. არ მინახ წუწუნში და ნიჰილივში არ გავუბრალთ, მინდა რომ აი რეალური სახე დავანახო სირთულის რა არის რა. რამხელა შრომასებ და ამის ფონზე რომ თავარი კომპლიმენტი გაქვს ის რომ არავინ შენზე არ საუბრობს. მე რაღაცა იმას გიჩენს რა, რომ ცოტა უსამართლო ხო არა ეს ყველაფერი, მაგრამ საბოლოო ჯამში გეუბნები რომ კი. უსამართლო მე მენტორი მყავდა 7 წელი ერთად მუშაობდი ირლანდიელი ძალიან კაცრი კაცი იყო და თამაშის წნეხი რომ მქონდა ის კიდე მიმატებდა წნეხს 70 კლიპი მომდიოდა თამაშში მე რომ აი აქ რა საყეთებს კლოუნო მაგალითად აი აქ როგორ აძლევ შენ თავს უფლებას რომ აქ ერთი წამი ფოკუსი მოვადონე აქ თავი არასწორად გაიხედე აქ არასწორად საუბრობ ნაბიჯი არასწორად ჩადგი და ამას კიდე რომ მიმატებოდა ამ კაცის რაღაც 13 რა ადამიანო მე რობოტობას ვთხოვდა საბოლოო ჯამში მივხვდი რომ კი ჩემში არ იყო პრობლემა, იმ კაცში არ იყო პრობლემა, ჩემში იყო პრობლემა და მეტად კრიტიკული უნდა განხვდარიყავი, მეტად უნდა გამეფართოვებინა ჩემი არეალი კრიტიკის მიღების. და ეგ ძალიან რთულია, იმიტომ რომ როდესაც წნეხი იმატებს, ადამიანი ხდება დაცვით, იმაში დგება ადამიანი, რომ არა. ხო, თავდაცვა. არა, ეგრე არ არის. ეგ მაშინ ჩათვალე განვითარებას გააჩერებ რა და მორჩება შენი პროგრესი. უნდა იყო რომ კი, როგორ შეიძლება გამოსწორდე, მომეცი რაღაცა ის რომ გამოვსწორდე რა უკეთ იმას ვქნა ისე ცოტა ეხა რობოტობა ახსენე შენ და არ მინდა რომ რაღაც უხეშავ თქვა რომ აი გარობოტებს ეს საქმე მაგრამ გარობოტებს ხო ხდება ეგრე რაღაცნაირად რომ აი ემოციებს იმდენად უნდა უარყო ეს ემოციები რომ შენ რაღაცნაირად მტკიცეთ და მაგრად იდგე და რაღაცა ფარი გქონდეს ასე ვთქვათ რომ გემართება ეგ second nature-ს ეძახიან როცა უკვე შენი ბუნებრივი მდგომარეობა ხდება ეს რა მაგრამ მარტო ეს სირთულეს და უარყოფითზე რო არ გქონდეს საუბარი იმდენად დიდი ადრენალინია რომ გახარ მაგალითად და 6-ერი რო გავიხსენო ჩემი საფრანგეთი ინგლისს საჯობდი ლონდონში და 78 წუთი იყო და ანგარიში იყო 2 ქულა სხვაობა და რო იცი რომ ნებისმიერი აი გადაწყვეტილება კი შენი სიტყვაც კი მნიშვნელოვანია მედიაში ისმის ყველაფერი და ხალხი არის მოსული მილიონები უყურებენ ნერვი ყველა ფეხზე დგას ამის ეპიცენტრში რო დგახარ ეს იმხელა პრივილეგიაა და ადრენალინი ეს უნდა დააფასო იმიტომ რომ ეს არ არის ჩვეულებრივი რუტინული დღე ეს არის არაჩვეულებრივი დღე და ესეთი არაჩვეულებრივი დღეები ბევრი არ არის ცხოვრებაში ამიტომ ამის დაფასება უნდა ისწავლო ამის მიღება უნდა ისწავლო და მახსოვს რომ გამეღიმა რაღაც მომენტში ველოდებოდი ტრამვას კურნალობდნენ მოედანზე რომ თამაში უნდა გაგრძელებულიყო და ამაზე ვფიქრობდი რომ რაღაცა 20 წამი მქონდა რომ რაღაცა მეფიქრა. აი გამეღიმა ამ ფიქრებში რომ მეთქი აი რა ბედნიერი ვარ რომ აქ დგავარ. და ეს არის ჩემი ცხოვრების ნაწილი. ამიტომ ეს პრივილეგია სწორად უნდა მიიღო რა თორე. ის რომ პლუს ამას მაგდონეზე რო ხარ ისე მიკროსკოპულად აღიქმება შენი თითოეული მანერა, ესე გომის, ხეულის ენა რომ
გაძლევს ეს ყველაფერი საშუალებას, რომ შენი თავის დემონსტრირება მოახდინო უმაღლეს წვეროალზე, შენი სპორტის და ამაზე დიდი შანსი და პრივილეგია არ არსებობს სპორტულ ცხოვრებაში. ამით ფასობს სპორტი, რომ მაღალ დონეზე სადაც ერთეულები მოღვაწეობენ, ახდენ შენი საკუთარი თავის დემონსტრირებას, ისეთი როგორიც ხარ და ეს ძალიან დიდი პლუსია ცხოვრებაში და ამის დაფასება უნდა იცოდე. ხო, ფაქტობრივად ქვეყნების ისტორია იწერება, იმიტომ რომ კულტურა, სპორტი არის კულტურის ნაწილი, კულტურა ისტორიის ნაწილი და შენი უდიდესი წვლილი არის იმაში, საუკეთესო ბილეთი გაქვს მოედანზე. ხო, სხვადასხვა ქვეყნების ისტორიის წერაში იღებ მონაწილეობას. ამიტომ ამას ძალიან მაგარია. დაფასება ჭირდება, ამას მადლიერება ჭირდება და მუშაობა, მუდმივი მუშაობა რა. აი მთავარი არის რომ დაცვით იმაში არ უნდა ჩადგე, რომ გამოხვალ და აი რაღაცა გზნობა გაქვს, რომ აი ამ ხელთ თამაში გადავაგორე, ხო? და ეხლა რაღაც ელოდები, რომ აი მხარზე დაგარტყავენ ხელს, რომ სააღო ძმაო. ესეთი მომენტებიც არის, კი რა თქმა უნდა, ბევრი ხალხი ხდება გარშემო, ის გეუბნებიან, რომ აიო, მართლა ოჩახ და რაღაც, მაგრამ ყოველთვის არის, იქაც არის რაღაცა სასწავლებელი, რომ აი იქიდანაც ამოიღო და საბოლოო ჯამში ეგ არის გამოცდილება. გამოცდილება დღეს ძალიან უხეშად, აი გამოცდილი. რა არის გამოცდილება? აი როგორ გესმის გამოცდილება მაგალითად, ხო? მე გეტყვით რა არის ჩემეული ვერსია გამოცდილების ახსნის. გამოცდილება არის, როდესაც იმ მომენტში იქ რო დგახარ, არაფერი დედამიწის ზურგზე არ გაგაკვირვებს რა. ანუ აი რაღაცა მომენტი მოხდა, რაღაც იშვიათი მომენტი მოხდა. ყველაფრისთვის მზად რო ხარ, ეს უარი გამოცდილება, მიხვდი? რომ იცი რომ აი წარსულში რაც გადაგიტანია, რომ აიძღვება საბოლოოდ ერთ კოქტეილში, აი ეს არის რომ გამოცდილება გაქვს. იმიტომ რომ იქ რო ეხლა მოედანზე რო გავარ, ტერორისტები შემოვარდნენ, არც იმის არ გამიკვირდება. მიხვდი და ადრე თავიდან შევედი აი რაღაც მომენტები, რომ აი მე აქ რა ვქნა და საზრუნოდ გაქვს სადღაც წამი. აი ეს დაბნევის მომენტი იკლებს, მიხვდი? და აი ეს არის სწორედ გამოცდილება, რომ ის წნეხი და ის აღარ გაკვირვებს რა, ის 80,000 რო დაგიძახებ, შენთვის აი ეს ფარი არის გამოცდილება რა. დანარჩენი საბოლოო ჯამში შეცდომებს ყველა უშვებ. ყველა თამაში ეხლა რო გამიშვა და 15 წლამდე ბავშვები მამსაჯო შეცდომას მაინც დაუშვებ, იმიტომ რომ რაგბი არ არსებობს სწორად ნამსაჯი თამაში, ან სწორად ნამსაჯი არა. ყველა მომენტი რო სწორად განსაზღვრო. არ არსებობს ეგეთი რაღაცა და აი ახლა მაყურებელი ალბათ ვინც უსმენს და იფიქრებს რომ აი მსაჯი ეგ მოლოდინი თუ ექნებათ რომ მსაჯმა აბსოლუტურად სწორად უნდა იმსაჯოს თამაში, გაიქარწყოს დღესვე, იმიტომ რომ არ არსებობს. მოთამაშეები უშვებენ შეცდომას, მწვრთნელები უშვებენ შეცდომას და სპორტი მაგით ფასობს ადამიანის შეცდომით, იმიტომ რომ ამას მოხდებს ემოცია მე, ან ნეგატიური, ან დადებითი. მოდი ახლა იცი რას შევეხები, ვიცი რომ 6 ერზე მნიშვნელოვანი არის მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო თასი. ხო ესეა? ხო არ ვცდები. ლომების ტურნე. ხო, შენ მოხვდი ყველგან. აბსოლუტურად ყველგან მოხვდი. წარმოგედგინა, როდეს მე როცა იწყებდი, რომ ამ დონეზე ახვიდოდი და ელიტარული მსაჯი იქნებოდი. იცი, საინტერესო მომენტი იყო რა ჩემს ცხოვრებაში რა. ჩემი რაგბის თან ზიარება დაიწყო 2007 წელს სოფლიო ჩემპიონატს რო უყურე, რომ მე ბავშვმა გავგიჟდი, რომ მეთქი აუ ეს რა მაგარი რაღაც ყოფილა. იმის მერე ჩამრჩა ეს სოფლიო ჩემპიონატის ხიბლი. და დღემდე რავი აი YouTube-ზე 2011 წლის სოფლიო ჩემპიონატის კადრებს გადავალ, მახსენდება აი ბავშვობა უკვე თან ნაკრებში თამაშობდი და როგორ აღვიქვავდი, ეს იყო აი მაჟროლებდა და ეხლა მაყრიდა რომ და ეხლა YouTube-ზე იმ კადრებს რო უყურებ, აი რაღაცა ისეთ სენტიმენტებს იწვევს ჩემში, რომ შეიძლება ცრემლი წამომივიდეს რა, იმდენად სიმბოლური იყო ჩემთვის. თავიდან მოთამაშედ მინდოდა, რა თქმა უნდა, მოხვედრა და ვეხუმრებოდი ხოლმე რა, ბიჭებს ვინც აი შენ მეთქი ნაკრებში მოხვდები, იქნებ წყლის შემტანა წამიყვანოთ და რაღაცებს ვეხუმრებოდ. მე მსაჯი რო გავხდი, უკვე მსაჯად მინდოდა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა, მაგრამ ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ არავინ ტიერ მეორე, ანუ მეორე დონის სარაგბო ქვეყნებიდან როგორც არის საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი, სიტყვაზე ამერიკა, კანადა, არავინ არ მომხვდარა მსაჯი მსოფლიო ჩემპიონატზე და რაღაცა ცოტა Mission Impossible გავდა რა. და ერთი მომენტი მქონდა, რომ მსოფლიო რაგბმა რო დაიწყო ჩემი ინტეგრირება ელიტაში, ერთ თამაშის მერე ჩელენჯ თასის მეოთხედფინალი ვიმსაჯე ძალიან ისე კარგად საკმაოდ და ჩვენმა მენეჯერმა მითხრა, რომ აი რაღაცა სივრცე არის, რაღაც მიმანიშნა, რომ უნდა და სურვილი ქონდა, რომ სოფლიოზე მოხვედრილიყავ საჯად და ჩემთვის ეგ იყო პირველი რაღაც მინიშნება, რომ რაღაც პატარა სივრცე არის მომავალშიო, რომ შეხვიდეო. არ დააკონკრეტა სად, მაგრამ აი მაგითკენ უნდა წავიდეთო და მივხვდი რა ზეცანიშნებ და აი მაგის მერე ისეთი მანიფესტირება ჩაირთო ჩემს თავში, რომ აი ხლა ეს წყალი რო ამეხო და დამელია, ფიქრობდი რომ იმიტომ ვსავდი რომ სოფლიო ჩემპიონატზე უნდა მომხვედრილიყავი. მე ვერაფერზე ვერ ფიქრობდი. დავრბოდი და აი რომ
მიჭირდა უკვე პულსი რომ მქონდა 180-ზე 200-ისკენ მიდიოდა და ძალიან იზრდებოდა დატვირთვა და ხელს აღარ შეეძლო, აი რაღაცა სოფლიო ჩემპიონატი ეს ორი სიტყვა მერთვებოდა და უმატებდი რა. იმხელა ბიძგს მაძლევდა და ჩემთვის აი რა არ ვიცი, პირველ თამაშზე რომ გავედი მე ვიდეო ნახე და ცოტა შტერი სახე, იმიტომ რომ დებიუტი სოფლიო ჩემპიონატი და ერთი საინტერესო მომენტი იყო რა, რომ 2007-ში თამაშს რო უყურე, რომ საქართველოს ირლანდია რამაც მომწამლა მე რაგბით. საჯობდა ინგლისელი მსაჯი ვეინ ბარსი. რომელიც ჩემხელა იყო მაშინ 28 წლის მე როცა მსოფლიოზე მოვხვდი. 16 წლის მერე მსოფლიო ჩემპიონატზე ერთად მოვხვდით, ვეინისთვის იყო მეხუთე, ჩემთვის იყო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი და რუმინეთი ეთამაშებოდა ირლანდიას ბორდოში ზუსტად იმ სტადიონზე, სადაც საქართველოს თამაშობდა 2007-ში, იქაც ირლანდია იყო და ვეინ ბარსი იყო ჩემი ასისტენტი მაგ თამაშზე. და ეს ჩემთვის იმდენად ხატოვანი ისტორია, მე თვითონ ვეინმა დადო ეს ფოტო სოციალურ ქსელში, რომ აი 16 წლის უკან ნიკას ხელა ვიყავი და ჩემი დებიუტი იყო მსოფლიოზე, ეხლა ნიკას დებიუტი არის, იმ თამაშს ნიკა ტელევიზორიდან უყურებ და ეხლა მისი ასისტენტი ვარო და დიდი გამოხმაურება ქონდა სხვათა შორის ძალიან სოციალურ ქსელში და რაღაცა ესეთი თბილი მომენტი იყო და ჩემთვის ძალიან ხატოვანი ისტორია იყო ეგ, რომ აი ვეინი 16 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და მეხუთე მსოფლიოზე მოხვდა და რაღაცა მერე ჩემი პირველი თამაში ეგ იყო, რასაც უყურე და მაშინ ჩემსავით ბავშვი იყო და ისე მსაჯობდა რა და ერთად აღმოჩნდით მერე მოედანზე. ამიტომ იმდენად ბევრს ნიშნავდა. არ ვიცი, ეგ იყო ოცნება ერთადერთი და მე ცოტა სიცარიელში აღმოჩნდი, რომ ეხლა რაზე ვიოცნებოდ ხო ჩემთვის ვეკითხე. აი მაგის კითხვა მინდოდა, რომ ყველაფერს მიაღწიე რაგბში? კი. მე მგონი რაღა დარჩა. ბოლო იყო ლომების ტურნე, რომელიც უპრესტიჟულესი სარაგბო მოვლენაა, ეს 4-ერი ერთიანდება ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია, უელსი და მიდიან სამხრეთ ნახევარსფეროში 4 წლიანი ციკლებით და ეთამაშებიან ხან ზელანდიას, ხან აფრიკას, ხან უელსს. და ეხლა გასულ ზაფხულს ავსტრალიაში იყო ეს ტურნე და იქაც 3 საათს არჩევენ და მესამე ტესტს, ანუ გადამწყვეტ ტესტზე მე ვიყავი მთავარი მსაჯი და ეგ იყო კიდე რაც თიკბოქსი ბოლო რაც უნდა გამეკეთებინა და დანარჩენი მე ხო გეიმერი ვარ თან და ესე ვარ მიჩვეული თამაშებს რომ ხურავ მორჩა მე იმ თამაშს აღარ თამაშობ ხო ეს რაგბით საჯობას დავხურე და დაუსვი მაგრამ ჩემი პროფესიის ნაწილია და ჯერ ესე ვერ იმას ვიზა რა თქმა უნდა ხო შენ ცხოვრება შეაფასა ერთ-ერთმა უცხოურმა გამოცემამ როგორც weird and wonderful ანუ უცნაური და ამავდროულად შესანიშნავი ეთანხმები ეგეთია შენ ეს ყველა მსაჯი ცხოვრება ესეთია მარტო ჩემი არა უცნაურია და შესანიშნავი უცნაური იმიტომ არის რომ ძალიან დიდ ნეგატივს აწყდები, მაგრამ ამ ყველაფერში უნდა იპოვო შესანიშნავი მომენტები, ესე დავახასიათებდი რა და მე ყოველთვის ვეუბნები ადამიანებს, რომ წნეხი, სირთულე, დაღლა, სიცარიელე თქვენი მტრები არ არიან. სანამ ესენი თქვენი მტრები არიან, იწვალებთ. იმიტომ რომ მუდმივად რაღაცებს. ეს უნდა მიიღო როგორც ნაწილი. ხო, აი აუ ძალიან დავიღალე. მე რა. თუნდაც ის 50 ფრენა? ხო, უნდა მიიღო. ეს რომ აი ეს რაღაცა wonderful, ანუ რაღაცა წინვალების ნაწილია, დავიღალე. თავგადასავალია. მოედანზე, მაინც მოედანზე უნდა, მაინც ოფისში უნდა გამოცხადე, მაინც კომპიუტერს უნდა მიუჯდე, მაინც ვარჯიში უნდა ჩაატარ. აი შენი მაინდსეტი რომ აი დავიღალე. არავის არ აინტერესებს. მე მოედანზე გავიდე, ეხლა ამ შაბათს საჯობთ ინგლისი არგენტინას, ხო, გადამწყვეტი თამაშია ორივე ნაკრებმა, ყველა თამაში მოიგო ნოემბერზე და უნდა გადაწყვიტონ. ჩემი დავიღალეთი რომ რაღაცა ოპტიმალური პერფორმანსი ვერ ვაჩვენო, ვინმეს აინტერესებს? არა ხო? მაშინ რატომ უნდა დავიღალო? და ეს მექანიზმი ჩავრთე, რომ არსებობს რაღაცა რო არ დაიღალო? არსებობს რაღაცა რო სტრესში არისო? და პასუხი მივიღე, რომ კი. ამას ძალიან დიდი დრო დაუთმე და რაღაცა მექანიზმი გამოვიკლე, ეს არის ჩემს თავის უკეთ უნდა იცნობდე საკუთარ თავს რა, ეს არის ძალიან ადამიანები, რომლებიც დღეს რაღაცა წინაღობებში იხჩობიან და რაღაცა პრობლემები აქვს, არ იცნობენ საკუთარ თავს, არ იცნობენ საკუთარ თავს წნეხში, მენტალურში, ფიზიკურში და როცა იცი, მე მარტივი ხდება, რომ ეს ისო გამოცდილებასთან მიდიხარ. ამიტომ მე რაღაცა ხელოვნურად გავაკეთე რაღაცები, რომ ჩემი თავი გამეცნო, ეს იქნებოდა ყაზბეგში, ყინვაში, მაგალითად ელიას მთაზე არბენა, -5 გრადუსში ფილტვები რო გეყინება და პულსი 200-ზე გაქვს და აი ფიქრობდი, რომ აი ესეთ რაღაცებს თუ გავაკეთებ ჩემ თავს უკეთ გავიცნობ, იმიტომ რომ ეს არ არის რუტინული რაღაცები, ეს არის რაღაცები, რაც ლიმიტს იქით არის. უმეტეს ადამიანებს ლიმიტს იქით გასვლის ეშინიათ, იმიტომ რომ კომფორტის ზონას ტოვებენ. და რეალურად პასუხები ყოველთვის კითხვაზე არის დისკომფორტის ზონაში.
ყველანაირ მაღალ პერფორმანსში პასუხს იპოვი დისკომფორტის ზონაში. ხო. ეგ არის დღეს. განწყობის ამბავიც არის ალბათ როგორ მიუდგები, იმიტომ რომ მე მახსოვს, რომ მე ნიკა გავიცანი აეროპორტში. ერთ-ერთი მისი უამრავი ფრენიდან, მე რამდენი იყო 42 ხო, 47 და ესე მითხრა, მე ვიყავი ძალიან მოწყენილი, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და რაღაცაზე რომ გამოველაპარაკეთ ერთმანეთს თვითონ მითხრა, რომ ჩემთვისო ესე 47 თუ 48 ფრენაო ამ ბოლო 6 თვეშიო და ეს შევხედე და მეთქი ეს ადამიანი ნამდვილია, იმიტომ რომ რაღაცა 4-5 საათი ფრენა რომ მქონდა, ისეთ სუდად ვიყავი, რომ მეგონა რომ რაღაცა საოცრება მოხდა ჩემ ცხოვრებაში, ისეთი დაღლილი ვიყავი და სულ ეგრე ვარ ხოლმე და ეს რომ მითხრა ნიკამ გაოცებული უყურე. ზეგ მაქვს ლონდონში ფრენა და ამ წელს ეს იქნება 91 ფრენა. მე-18 ვიკენდი 8 სრული კვირა. ანუ სადღაც 26 კვირა. ხო. საბოლოო ჯამში, ანუ წელიწადის ნახევარი კვირები გასვლა ხო, არის. ჩემთვის წარმოუდგენელია ეგ. ამიტომ ამაზე კითხვები ჩდება, რომ გაუძლებ ამას? ხო. ნუ გზები უნდა იპოვო, რა თუ ვერ გაუძლე, მაშინ დარჩი სადაც გინდა, სადაც კომფორტულად ხარ და იპოვო ის კომფორტის ზონა და იყავ. ხო. აქ თავარია დისკომფორტის ზონა იპოვო და იქ იყო კარგად რა. ამიტომ რაღაცების გაკეთება მომიწია, რომ ეს რაღაცა ეს სამეულს ვეძახი რა, ტრინიტის. სულიერი, ფიზიკური და მენტალური სიმტკიცე შემეკრა და სამი მე ჰარმონიაში ოფილიყო თუ რაღაცა თუ დაგერღვა ამ ჰარმონიაში, ხო? სადღაც გაიჭედები. თუ სულიერად მტკიცე ვერ ხარ, მენტალურად მტკიცე და ფიზიკურად მტკიცე ვერ იქნები. თუ ფიზიკური სიმტკიცე გაკლია, პერფორმანსს ვერ დადებ, იმიტომ რომ დაიხლები გაგიჭირდება და მე ამ დაღლას თავის ის გარემოებები აქვს რა. და თუ მენტალურად მტკიცე არ ხარ, მაშინ წნეხი მოგერევა და შეიცვლები და მოგინდება რომ ნაჭუჭი იყო. ამიტომ ეს სამეული უნდა შეიკრას და მე ხარ შენ თავის ნამდვილი ვერსია. კი. გარდა ამ ყველა ასპექტისა, სპორტული კარიერა არის ძალიან დინამიკური და არაპროგნოზირებადი დამეთანხმები და მინდა რომ ამ კუთხით შევეხო ბოლო დღეებში ყველაზე გახმაურებულ ამბავს მერაბ შარიქაძის ამბავს, რომელიც ძალიან ემოციური აღმოჩნდა მაყურებლისთვის და ჩემთვისაც პირადად როცა მოვუსმინე ამ ინტერვიუს, იმიტომ რომ შეიძლება ერთმა დღემ ყველაფერი ამოაყირავოს, ასე ვთქვათ. შენგან მგონია რომ ამ თემაზე კომენტარს ბევრი დაელოდება. ხო, პირველ რიგში, ნუ კატასტროფა იყო. ჩვენთვის კატასტროფა იყო ბუკასთვის და ის რამდენიმე ბიჭი ვინც ამ საქმეში იყვნენ რა. ბუკამ თვითონ ისაუბრა ამ ინტერვიუზე და ამ ინტერვიუს დროს ამ საკითხზე და რავი, რისი დამატება შემიძლია ის, რომ ბუკა არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უკეთილშობილესი ადამიანი ჯერ და მერე სპორტსმენი. ჩემთვის ეგ არის საზომი რა, რომ ადამიანი როგორია ჯერ და მერე როგორი სპორტსმენია. დღესდღეობით სჯიან რომ აი სპორტსმენი არა, ჯერ უნდა იყო ადამიანი და ჩემ გარემოში ჩემი შეფასების კრიტერიუმი ჩემს კოლეგებთანაც ეგრე არის რა, მსოფლიო რაგბიში როგორი ადამიანია და მერე როგორი ბუკა არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადამიანი, ვინც სპორტში ყოფილა საქართველოში და მე და ბუკა მუშაობდით ერთად. რომ მქონდა ეს რაღაცა კაპიტანი იყო საქართველოს ნაკრების და რაღაცა ვეხმარებოდისავით რომ საჯებთან ურთიერთობა ოპტიმალურად ესწავლა, იმიტომ რომ კაპიტანს აქვს. და მქონდა რაღაცა მომენტები რომ აი ვეუბნეოდი რომ ბუკა კარგად აკეთებ, აქ შეგილია მეტად მიაწვე, აქ ეხა ცოტა ზედმეტი მოგდის და ისე სწრაფად და ისე კარგად სწავლობდა და ისე მარტივად აუღო რომ აი გარდა იმისა რომ ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, გონებრივად იყო კიდე ძალიან მომართული და ძალიან გამჭრიახი, რაც რაღაცა ძალიან მაგარ მორაგბეს ქმნიდა. ამას დაუმატე ის, რომ როგორც ადამიანი იყო უკარგესი ადამიანი და საბოლოო ჯამში თავისი სიკარგით მოუვიდა ის, რაც მოუვიდა რა, რაც ჩვენთვის საბოლოო ჯამში კატასტროფა იყო. ამიტომ მაგრამ ნუ სამწუხაროდ ამ შემთხვევაში გარემო მკაცრია ძალიან და უპატიებელი რა. ამიტომ ეგეთ როგორც შენ აღნიშნე, სპორტული ცხოვრება შეიძლება ერთმა დღემ შემოატრიალოს რა. ბუკას ხრივ ეს პერფორმანსი არ იყო. ბუკას ხრივ იყო ეს რაღაცა მოვიდის მიღმა ბიუროკრატიამ, რამაც გაჭედა. საბოლოო ჯამში ბუკა და ეს საშინელება იყო. მაგრამ ესეთია სპორტული ცხოვრება და ხშირად არის პერფორმანსის ხრივ. რამდენიმე ჩემი ახლობელი მსაჯი ყოფილა მეგობარი, რომ მაგალითად დითამაშზე რაღაცა შეცდომა მოსვლიათ, რის გამოც გუნდი დაზარალდა მსოფლიო ჩემპიონატზე და მე მაგათი კარიერა გადაყვა ამ ყველაფერს. მე ხვდი ძალიან რთულია რა. ბუკას ხრივ ეს არ ყოფილა, ბუკას ხრივ უბრალოდ მოვიდის მიღმა
აღმოჩნდა ბიუროკრატიაში, ისიც თავისი კეთილშობილების გამო რა და ცუდად მოუბრუნდა. ამიტომ თვითონ ისაუბრა ძალიან დეტალურად, ძალიან მძიმე იყო. და შეიცვალა პროფილი იძულებით, რა თქმა უნდა, და გახდა MMA-ის მებრძოლი და რკინაში გამოვა. რითი ბილეთებიც მე უკვე შეძენილი მაქვს და მის აგულშემატკივროდ მივდივარ სპორტის სასახლეში თვის ბოლოს. ამიტომ სულით და გულით წარმატებას უსურვებ კარგ ადამიანს და მე კარგ მორაგბეს. მეც ძალიან ბევრ წარმატებას უსურვებ მას გულწრფელად მართლა, იმიტომ რომ ძალიან შემეხო მისი ამბავი. ნიკა, სანამ დავასრულებთ, მინდა რომ ამ შენი მრავალწლიანი თავგადასავლიდან რაღაც მგონია რომ საინტერესო რაიმე კურიოზული მომენტი გექნება, რაც შეიძლება რომ გაგვიზიარო. ან თუნდაც დაძაბული. ან თუნდაც აი ამ მუქარებს თუ გამოუღია როდესმე რაიმე ცოტა უფრო საშიში შედეგი. ორი მომენტი მახსოვს, ბევრი მომენტი მქონია ძალიან, ნუ პასპორტის დაკარგვები და ფრენაზე რო ადიხარ 20 წუთში და ვიზა რო არის, აი ძალიან ბევრი რაღაც სისულელი გადამხდენია. რა თქმა უნდა, მაგრამ ორი მახსენდება ერთ დაძაბულზე, ნუ დამჭრეს ხო, რაგვის მაყურებელმა. დაგჭრე? ხო. მართლა დაგჭრეს? დამჭრეს. კი, ნუ ეს რაგვის მაყურებელმა იცის, რომ 2016 წელს თამაშს ვერ დამჭრეს რა. ნოთ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდი, რომ დიდი ნებათაღელვა იყო მოედანზე და ანუ ჩათვალეს, რომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღე და ამიტომ. ხო, ესე ჩათვალეს კი, რომელიც ნუ ახლოსაც არ იყო რა თქმა უნდა, ეხა დაჭრასთან საერთოდ რა არის ახლოს, მაგრამ ნუ ესე ჩათვალეს და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ჭრილობა მქონდა ფეხზე რა, იმის რაღაცა შელაპარაკების და იმის გაწევ-გამოწევის მერე, რამაც სიტყვას ბევრს ეგონა, რომ აი დაამთავრებს ახლა კარიერას. ამის შემდეგ დანებდებოდი. მე პირიქით ისე დაცემა და მე ისე წამოვედი, რომ მეთქი ეხლა უნდა მოუმატოთ, უნდა. მამოტივირებელი იყო ეს ამბავი. მაგრამ ნუ ეხლა შეიძლება კურიოზულად გაიხსენო, მაგრამ მაშინ ნუ რთული იყო საკმაოდ რა. რა თქმა უნდა. რომ თამაშ პატარა რო ხარ და რაგბის თამაშის მე გჭრიან, გიკითხვა გიშდება რომ რა დავაშავე, ეგეთი რა დავაშავე, რომ ჭრიან. და შეიძლება რომ ასოციაციურად აგრესიაც გაგიჩნდეს იმ შენი საყვარელი საქმის მიმართ. ხო, მაგრამ ნუ იმ ხელოვნება მქონდა, რომ მაგრამ შენზე არის მოქმედი. არა, პირიქით ისე წამოვედი, რომ მეთქი ახლა მოუმატებ, ახლა იმას ვიზო. ხო, და რამე სასაცილო. და სასაცილო ეგეც ის იყო, რომ პატარა ვიყავი და 6-ზე დამნიშნეს, 20 წლამდე 6-ზე ოღონდ რა ეს პირველი ეტაპია, სანამ ელიტაში შედიხარ, რომ აბა ჯერ პატარა 20 წლამდელებზე გნახულობენ და მაშინ დიდი ამბავი იყო ძალიან ჩემთვის და ჩვენი რაგბისთვის, რომ აი 6 ერის, იმიტომ რომ საქართველოს ეხა 6-ში შესვლა ძალიან უნდა რა და ვახ, მეთქი 20 წლამდე 6-ზე დავნიშნე ინგლისში მივდივარ ბედფორდში. და ჩემი ბიჭები რა, გვერდითამსაჭები ქართველები გამომაყოლეს რა და მეთქი აი 6 ერის სტრუქტურაში პირველი თამაში. 10 წუთი გავიდა და იტალიელი დამეჯახა რა, შემთხვევით და გამისკდა წარბი. და სისხლი მომდის აი ესეთ ქრიალით რა. აი ეს ჩამომდის და ვერ გავაგრძელებ ეს მსაჯობას, იმიტომ რომ ნუ სისხლი მომდის. და გავაჩერე თამაში, შემოვიდა ექიმი და ნუ გაკერვა გინდა უნდა გახვიდე მოედნიდან რა და აი ნერვები მომეშალა ძალიან რა, რომ მეთქი აი ძლივს დავინიშნე მეთქი სადღაც, შანსია რომ რაღაცა დემონსტრირება მოვახდინო ამ ჩემი თავის და უკეთესი ის მქონდეს და მოედნიდან უნდა გავიდე რა და ისე ნერვები მომეშალა, აი რა ვიკინაღა სიმწრისგან, რავი. და გადავწყვიტე რომ მიკერავდნენ ნემსით ფლიგელში რა, საავადმყოფოში და გადავწყვიტე 5 წუთში მეთქი უნდა დავბრუნდეთ ხო რა და ეს ექიმი მიყურებს რომ მეთქი სამ უნდა დავბრუნდე, მაგრამ მოხდაო რა. მეთქი უეჭველი უნდა დავბრუნდეთ ხო რა, გამიკერე მეთქი და შეიძლება არ ვიცი, სირბელი კიდე გაგეხსნასო ჭრილობაო. მეთქი უეჭველი უნდა დავბრუნდეთ ხო რა, არ მაინტერესებს. ეს კაცი ხა ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ძალიან ჩხუბს ხო არ დავიწყებდით რა. კაი, უბრალოდ ეს გადაიხვიოთ, ეს რემბოსავი შემომახვია რაღაც. ეს უნდა კონდეს, ვიფიქრე რომ ამით რო გავიდე, დავბრუნდე სამსაჯოს კლოუნივით ახლა. კაი მეთქი უთხარი, დავითანხმე და გავედი უკან, გავაჩერებინე თამაში და შევედი. ეს მოიხსენი რა თქმა უნდა, გადავაგდე. და დავამთავრე ის თამაში რა, ვიმსაჯე ბოლომდე რა. საბოლოო ჯამში ეგ თამაში აღმოჩნდა ერთ-ერთი გარდამტეხი ჩემ კარიერაში, რომ დაინახეს, რომ ეს რაღაცა არ ნებდება არც სისხლს და არც იმას და დაბრუნდა უკან და პირველი უნიკალური მომენტი იყო, რომ საჯი სისხლზე გაიყვანეს და დაბრუნდა მე რა და მე აღმოჩნდა, რომ სუბუქიტვინი შეყრობა მქონდა. ისევ. ისე. ამ საჯობაში შეიძლება. მაგრამ საბოლოო ჯამში არა, ნუ ეგ იშვიათად ხდება, ხო რაღაცა დაგეჯახოს ეგრე, მაგრამ არის YouTube-ზე დევს ეგ ვიდეოს ხოთი. კი, ნანახი. მაგრამ მე ბიძგი მისცა მსოფლიო აქვს, რომ აი ეს ბიჭი რაღაცა შეუულია ამას. გონია რომ შენნაირი ადამიანები ბუნებით თუ კარიერული წარმატებით იმ
ბავშვებისთვის, რომლებიც ეხლა ადგანან იმ გზას, რომ პროფესიულ სპორტს უმიზნებენ, ძალიან შთამაგონებლები არიან და მინდა რომ რაღაც გულწრფელი მიმართვა გავაკეთოთ მათთვის, რას ურჩევდი? ჯერ ითამაშონ, Mhm. აუცილებლად, ჯერ ყოველთვის რაც შეიძლება მეტად დიდ დონეზე წავიდნენ, ითამაშონ, გაიგონ რა არის სპორტი, შეიგნონ ეს სპორტული მაღალი დონის სპორტი და მერე თუ ფიქრობენ რომ საჯი გახდნენ ამწვრთნელი, მას შემთხვევაში გადადგან ეს ნაბიჯი. ერთი ეს და მეორე. აუცილებლად. და ჩემთვის იყო აი ეს ერთ-ერთი საუკეთესო რჩევა, რაც მოუციათ. რომ აი ქონდა ის multitasking-ის მომენტი, რომ ეხა ამას ეხა არა, მითხრეს რომ არა, გაჩერდი. შენ გაქვს ერთი თვისება, რაც გამოგარჩევს. არის შენი ხელწერა მოედანზე. ეს თვისება უფრო კარგად შეიცანი და გახადე უკეთესი. მარტივ ენაზე რო ვთქვათ, თუ გაყიდვების მენეჯერი ხარ და შენი შარმი გაქვს საუბრის, უფრო მეტად იპოვე გზები, რომ ეს უკეთესი გახადო. ანუ მე მითხრეს, რომ იმუშავე იმაზე, რაც შენია, რომ გახადო უკეთესი. და ეს იქნება შენი სავიზიტო ბარათი მერე მომავალში. ამიტომ იპოვეთ ეს თქვენი ინდივიდუალური ნიშა, ეს იქნება ფიზიკური, ვიზუალური, შინაგანი, გარეგანი და ეს გახადეთ უფრო უკეთესი. არ თქვათ ის, რომ ეს საკმარისია და ეხლა სხვა რაღაცაზე ფოკუსირდები. ეს ცუდი არ არის, მაგრამ შეიძლება თქვენ ხელწერას მერე ხელი კრათ და საერთოდ დაიკარგოს. იპოვეთ თქვენი ხელწერა და უკეთესი კალიგრაფია გახადეთ რა, ეს რო მარტივად რო ვთქვა. ძალიან დიდი მადლობა ნიკა ესეთი გულწრფელი საუბრისთვის და ჩემს მაყურებელს ვეთქვი რომ პირველ რიგში დიდი მადლობა თუ ბოლომდე გვიყურეთ. ეს ჩემთვის უკვე რაღაც მიღწევასთან არის დაკავშირებული და ჩავთვლი რომ ეს ეპიზოდი შედგა და ძალიან გთხოვთ თუ მოგეწონათ ჩვენი საუბარი და ისურვებდით რომ კიდევ ბევრი საინტერესო ეპიზოდი შედგეს, გამოიწერეთ ჩემი არხი და მოიწონეთ ეს ვიდეო. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით.